გამარჯობა. დღეს მე და მიშა ვისაუბრებთ თაობათა შორის ურთიერთობაზე, ზოგადად თაობებზე და მათ განსხვავებებზე, საერთო საკითხებზე და ასე შემდეგ შევეცდებით გავარკვიოთ ზოგადად რას ნიშნავს ადამიანი სხვადასხვა დროში, რას ნიშნავს ადამიანად ყოფნა სხვადასხვა თაობის მდგომარეობაში, როცა აი ამ კუთხიდან რომ განვიხილოთ. მიშა ალბათ პირველ რიგში საინტერესო იქნება ზოგადად რომ გავარკვიოთ რატომ დგება საკითხი ასე, რომ ადამიანს, ანუ ბევრი ასპექტი აქვს, რა თქმა უნდა, ადამიანის პიროვნების განხილვას და ბევრნაირად შეიძლება დავინახოთ რა, თუნდაც მაგალითად ის რომ ადამიანი არის, ადამიანს აქვს სქესი, არის ქალი, არის კაცი, არის ბავშვი, არის მოზრდილი, მერე მოხუცი და ამ შემდეგ და რაღაც დროშია წარმოდგენილი ეს ყველაფერი და აი ამ დროს მე ახლავს ის რომ ვიღაცა როდესაც არის რაღაც ასაკში, კონკრეტულ ასაკში, მეორე ადამიანი შეიძლება იყოს სხვა ასაკში და ამას ქვია ზოგადად თაობების თანაცხოვრება. თითქოს ერთი სივრცეა, თითქოს რა, ანუ ერთი სივრცეა, ერთი გარემოა და ამ ერთ სივრცეში, ამ ერთ გარემოში სხვადასხვა ასაკის ადამიანს უწევს თანაცხოვრება და პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ აი ეს განსხვავება არის თაობათა შორის განსხვავება და მოდი შევეცადოთ დავინახოთ აი ამ კუთხიდან ადამიანი და ამ კუთხიდან დავინახოთ პიროვნება ზოგადად. მე მგონი საინტერესო თემაა და საინტერესო თემაა. ან ზოგადად რო ვისაუბროთ, აი რა არის თაობა, რას ვეძახით. აი კი ყოფენ ხოლმე ძალიან რაღაც ისე წლოვანებით, ხოლმე და რაღაც აი ჯენზი, ჯენ ალფა, მილენიალები, რაღაც ეს დაყოფები არის. მაგრამ კონკრეტულად აი მე მაგალითად არ ვთვლი რომ ესე კონკრეტულად წელს აქვს მნიშვნელობა. მე ესე უყურებ რომ თაობა არის გარკვეულ მოვლენებს როგორ აღიქვავდა ის ადამიანი და იმან რა კვალი დატოვა. აი მაგალითი რომ მოვიყვანოთ. ჩვენ ბაბუების თაობა იყო რომელიც სოფლიო ომს მოესწრო. მეორე მსოფლიო ომს მოესწრო და ამან გარკვეული გავლენა მოახდინა მათ ცნობიერებაზე. ეს ომი უბრალოდ მაგალითად იმიტომ მოვიყვანო ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, რაც ყველაზე გავრცელდა. და ომის გარდა არის ასევე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენები, სოციალური მოვლენები, რომელიც თავის კვალს ტოვებს რაღაცა ასაკის ადამიანებზე. და შესაბამისად მათი ცნობიერება კოლექტიურად რაღაცნაირად ყალიბდება. ანუ რაღაცნაირადში გულისხმობ განსხვავებულად სხვა ასაკის ადამიანებისგან. და აქედან გამომდინარე, როდესაც ცვლილებები იწყება და ეს ბოლო საუკუნეები განსაკუთრებით ისეთი იყო, დახუნძლული იყო სწრაფი ცვლილებებით. ხო, აი მაგალითად რამდენიმე საუკუნის წინ შეიძლება საუკუნე გასულიყო ისე, რომ სერიოზული ცვლილებები არ მომხდარიყო. დაახლოებით ერთი კულტურა იყო. მაგრამ მაშინაც რა თქმა უნდა ექნებოდა თაობებს შორის თავისი სპეციფიკური სხვაობები, მაგრამ ახლა რადგან ძალიან დიდი ცვლილებები დაიწყო, ეს ძალიან შესამჩნევი გახდა ეს ცვლილებები. აი მაგალითად ჩვენ პატარები რო ვიყავით, არათუ ტელეფონი და ინტერნეტი, ტელევიზორშიც ცოტა გადაცემა გადიოდა. ზოგადად ინფორმაცია იყო მცირე. ახლანდელი, ანუ შემდეგ უკვე ნელ-ნელა
ეს მოიმატა ინფორმაცია, შემოვიდა ინტერნეტი ასე შემდეგ და მაგალითად ჩვენზე უკვე თუნდაც ოდნავ ახალგაზრდა, ოდნავ გულისხმობ, დიდი გადმოსახედიდან, 10 წლით, უკვე 15 წლით ახალგაზრდები ვარ, ეს სხვა ეპოქაში გაიზარდნენ, სხვა ცნობიერება აქვს რაღაცა თვალსაზრისით. და სხვა რაღაცებს ამჩნევენ, სხვა რაღაცებს აღიქვამენ. აბსოლუტურად, კი. და აქედან გამომდინარე, იმის თქმა მინდა, რომ თაობა არის ის იმ ასაკის ხალხი, რომელთა ცნობიერებამ განიცადა სხვა ევოლუცია. ანუ სხვა კულტურულ თუ სხვა სოციალურ მოვლენებიდან გამომდინარე. და შესაბამისად მათი ხედვა სამყაროსი განსხვავდება სხვა თაობების ხედვისგან. ეს ძალიან მკაფიოდ ჩანს ხოლმე მშობლების და შვილების შემთხვევაში. და ასევე ბაბუების და შვილიშვილების შემთხვევაში. უფრო მეტად. და უშუალოდ ოჯახში კიდე ცოტა სხვა მოვლენები ვითარდება, როდესაც მამებს და შვილებს შორის დამოკიდებულება ყალიბდება და სრულიად განსხვავებული დამოკიდებულება ყალიბდება ბაბუებს და შვილიშვილებს შორის. ესეც ცალკე განხილვის თემაა. მაგრამ ახლა ზოგადად თაობების განსხვავებებს ალბათ უნდა გავუყვეთ. კი ბატონო. აი ამას რომ მივუყვეთ, აი საკითხს, ანუ განსხვავების განმასხვავებელ ნაწილთან ერთად რო ვისაუბროთ, მათ ურთიერთობაზე ესეც საინტერესო იქნება, იმიტომ რომ ალბათ ყველაზე მეტად განმასხვავებელი ნიშნები ზუსტად ურთიერთობაში გამოვლინდება ალბათ რა. ანუ ურთიერთობაში ვლინდება ალბათ. რა თქმა უნდა, ვლინდება კულტურაში, ვლინდება ნებისმიერ რაღაცაში რა, ჩაცმაში, საუბარში, ურთიერთობებში ერთმანეთთან, მაგრამ ალბათ ყველაზე მეტად ფიქსაციას ახდენს, აი ეს მარკერი ჩდება ყველაზე მეტად ალბათ, როდესაც აი ორი სხვადასხვა თაობის ადამიანი ერთმანეთთან ურთიერთობს, იმიტომ რომ მანდარი ალბათ ისეთი გადაკვეთები ხდება, სადაც ვლინდება რაღაცა ფაქტი ხდება და ამ ფაქტს უყურებს მაგალითად ერთი თაობის წარმომადგენელი და მეორე თაობის წარმომადგენელი. და რეაქცია, ან თქო შეფასება, რაღაც მსგავსი აქვს განსხვავებული. ხო, თვითონ დამოკიდებულებაც იმის გამო, რომ სხვადასხვანაირად უყურებენ და სხვა გამოცდილება აქვს ცხოვრებისეული, უფროსი თაობა, როგორც ვაკვირდები, ყოველთვის უფრო მნიშვნელოვნად აყენებს თავის გამოცდილებას და ფიქრობს, რომ თვითონ რაც გამოიარა და შემდეგ თაობებს ეს არ აქვთ გამოვლი, ის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ თითქოს ეს ნაკლოვანი თაობაა. ეს განწყობა მე მაგალითად ბავშვობაში უფროსებთან ვამჩნევდი ამ დამოკიდებულებას და ცოტა მიკვირდა. ახლა მაგალითად უკვე შვილების თაობას რო უყურებ, გარკვეულწილად ვათხოვებ, რომ მეც რაღაცა მსგავსი განწყობები მეუფლება. შეიძლება ეს რაღაცა ილუზორული იყოს ზოგი, მაგრამ გარკვეული საფუძველი მაინც აქვს და უმცროსმა თაობებმა ეს რაღაც ცუდად არ უნდა აღიქვან. იმიტომ რომ თვითონაც ექნებათ მსგავსი პოზიციები. მაგრამ იცი რა არის, მაინც უნდა აღვნიშნოთ ჩვენ, რომ არსებობს ალბათ ეპოქები, როდესაც აი ეს განსხვავება ძალიან კრიტიკულია და არის ეპოქები, სადაც თითქმის არ იარსებებს განსხვავება. სხვა შორის აი ახლა შენ რო საუბრობდი, ერთი მოთხრობა გამახსენდა, ძალიან კარგი მოთხრობაა, ნუგზარ შატაიძეს ეკუთვნის ეგეთი.
თუ არ ვცდები შეიძლება სახელი არასწორად მახსოვს ელიქარი ქვია მე მგონი მოთხრობას და ასეთი ძალიან მოკლედ ასეთი შინაარსია რომ რაღაც ცალოცავია რომელიღაც სოფელში მოკლედ და უფროსი თაობის წარმომადგენლები რომლებსაც ახსოვთ ეს ტრადიცია რომ იქ საოცავზე უნდა ასულიყვნენ საკლავი უნდა აეტანათ და ანუ რაღაც უნდა აღენიშნათ ეს დაეზარებათ ასვლა იმიტომ რომ თაზეა ის ასასვლელი და ქვევით გაშლიან სუფრას და რო შეთვრებიან მე არის ამათი შვილების თაობა ხო და ესენი რა თქმა უნდა ეგ სოფლის სიტუაცია ხო იცი როგორ ძაღლი გაყვებათ და რაღაცა იქ ესეთი ის არის აღწერილია ძალიან ცოცხლად ეს ურთიერთობები და მოკლედ ეს ბავშვები რა ეს ახალგაზრდებიც რო დალევენ ერთ-ერთს მოუნდება ამ ძაღლით გართობა რა და რაღაცა დაწვა უნდა თუ რაღაცა ეგეთი არც არის კარგად ეს აღწერილი მოკლედ ეს სიტუაცია და უბრალოდ ის არის აღნიშნული რომ ესენი მიხვდებიან რომ ანუ ამათაც დაეკარგათ ის ტრადიციების ანუ ფასეულობა ამათმაც დაკარგეს ტრადიციების ფასეულობა და აღარავიდნენ ზევით იმიტომ რომ ამათი მამები ადიოდნენ და ქვევით დაიწყეს აღნიშნა და უკვე ამათი შვილების თაობა კიდე იმდენად ასე ვთქვათ იმ პრიზმიდან იმდენად დეგრადირებულები არიან რომ საერთოდ ვეღარც ხვდებიან რა ანუ რასთან დაკავშირებით შეიკრიბა ეს ხალხი და რას აღნიშნავს და რაღაცა მოუნდებათ რომ ეს ძაღლი უნდა დაწვან თუ რაღაც ესეთი ის არის რაც და ძიმეთ არის ეს ნაწილი ნაჩვენები და შედეგი არის ეგეთი რომ ეს კაცები ავლენ მე საოცავს უკვე ნასვამები მთვრალები გადამთვალები მაგრამ მაინც ავლენ ცნობიერებენ მნიშვნელობას კი ოღონდ მაინც პოზიტიურად არ მთავრდება პირიქით რო ავლენ ანუ მიხვდებიან რომ დამთავრდა რაღაცა რა ხო და ეს ძალიან საინტერესოა ეხლა მართლა გამახსენდა ამ სრულებოდი ეს მოთხრობა იმიტომ რომ ეს მოთხრობაც არის სადღაც დაწერილი იდეაში დაწერილი შეიძლება ცოტა აქეთ არის მაგრამ აღწერილია რაღაც 70-იანი 80-იანი წლები თუნდაც 90-იანი წლები აი 30 წლიანი ის არის რა შეიძლება მაქედან რომელიღაცა ის იყოს და ეს ზუსტად არის ახალი მსოფლიო რო იბადება აი ეგ შვილები არიან რა მაგ ახალი მსოფლიოს შვილები არიან მონაწილეები რა და მათ შორის ძალიან დიდი წყვეტაა იმ ძველი თაობასთან რა ანუ ვინც ეგ ტრადიცია მოიტანა თქვა სიტყვაზე საოცავის ტრადიცია ჩვენამდე იმ ხალხამდე რა იმ ადამიანებამდე და მე გაწყდა რა წდება მე უკვე ეს და მწერალი ამას ტკივნეულად აღწერს რა და ტკივნეულად აღიქვავს და მართლაც ისეა იქ რომ რაღაცა თითქოს რაღაცა აზრი ის აზრი რა აზრიც ადრე იყო თითქოს ის აზრი ადამიანებს უქრებათ იცი რა არის კიდე საინტერესო არის ის სტრუქტურა აი რომ წარმოვიდგინოთ და რომ დავინახოთ რა სტრუქტურაც ზემოქმედებს თაობების ტრანსფორმირებას იმიტომ ეს ხო ეგეთი რაღაცა არ არის რომ რაღაცა გაურკვეველი ფაქტები ხო არ არის ხელშეუხებელი ფაქტები რომელიც ცვლის ადამიანებს რაღაცა ცვლის ხო და აი მოდი შევეცადოთ მოდი დავინახოთ რა არის გამომწვევი მიზეზები რა ცვლის ზოგადად ანუ ფასეულობებს რა აყალიბებს და რა აფორმირებს თაობებს შორის აუცილებლად არის ხოლმე კონკურენცია. კი. ანუ მამებს და შვილებს შორის. და სხვათა შორის ხა გამახსენდა ეს ვაჟაფშაველას მამას ხო უთხრეს რომ გაჯობაო შვილმა. ხო. ხო და მეო ისო მაშინ მაჯობებსო ჩემზე უკეთეს შვილს რო გაზრდისო. აი დაიძვრიდა. კი. ხო და ყოველი შემდეგი თაობა ხო წინა თაობებს უყურებს რაღაცა სხვანაირ პრიზმაში ვიდრე წინა თაობა ახალ თაობას უყურებს. ანუ მაგალითად რაღაცას რასაც მიაღწევს ერთი თაობა მისი შემდეგი თაობისთვის ეს უკვე მიღწეულია და ის ამას მოცემულობა აღიქვამს და არა ისეთ რაღაცა დრო ამ წინა თაობამ ამისთვის რამდენი
შრომა და რაღაც ძალისხმევა დახარჯა. და აქედან გამომდინარე უყურებს პრობლემებს. ანუ შვილები უყურებენ მაგალითად მშობლებს რა პრობლემები აქვს, იმიტომ რომ სულ პატარა ასაკში ძალიან დიდი ავტორიტეტია მშობელი შვილისთვის, მაგრამ მერე როდესაც გადადის უკვე იმ ასაკში, რომ ხედავს, რომ ის არ არის რაღაცა აბსოლუტური ჭეშმარიტების მატარებელი და შეიძლება რაღაცა შეეშალოს. არ არის ყველაზე ძლიერი, ყველაზე ჭკვიანი და ასე შემდეგ, უკვე კრიტიკული თვალით, როდესაც უწყობს ყურებას, მისთვის რაღაცა არის არაკომფორტული მშობელში. და ამიტომ იწყებს იმაზე ფიქრს, რომ აი თვითონ როგორ გააკეთება, თვითონ როგორ იზამდა და ეს მის გარკვეულ ხედვებს აყალიბებს მომავალ თაობასთან მიმართებაში თვითონ რა დამოკიდებულება უნდა კონდეს. და იმის გააზრება ცოტა ავიწყდებათ ხოლმე, რომ წინა თაობაც მსგავსი იყო იმის წინა თაობასთან მიმართებაში. მაგრამ სამაგეროთ აი საინტერესო ის არის, რომ ბაბუები როგორ იქცევიან შვილიშვილებთან. ბაბუებისთვის სხვა დამოკიდებულება ჩნდება, იმიტომ რომ თავიანთი მოთხოვნების რეალიზება მოახდინეს შვილებზე. და შვილიშვილებთან ბაბუები არიან ძალიან დარბილებული, მობიერები არიან. იმიტომ რომ უკვე იმისთვის მშობელი სხვა არის, ეს ბაბუაა და შეუძლია მასთან ძალიან რბილი და ესეთი იყოს. უფრო ძმაკაცოვი და ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე რომ ბაბუები და შვილიშვილები უფრო მეგობრულად არიან, ვიდრე მამები და შვილები. კი, ეგრეც არის. მაგრამ აი თუ მაგალითად თვისობრივი რაღაცა საკითხია ისეთი, აი ხელშესახები, გასარჩევი, ასარჩევი, ან თქვა რაღაცა, მან ძალიან დიდი მეუღებლობა არის. არა, თუ რაღაცა ისეთ ზოგადად რაღაცა ისეთ სიტუაციაა, რომ არაფერი არ წყდება ეხა და უბრალოდ რაღაცა ასე ვთქვათ, ურთიერთობის ზედაპირული რაღაცა ნაწილია, მაშინ ძალიან მობიერები არიან ხო. იცი რა არის, მე მგონი კიდევ ამას ერთვის ესეთი რაღაცა, რომ საერთოდ აი დღეს უკვე ნათელია ეს რა, თუ შეიძლება ასე ითქვას და ნათლად გამოჩნდა ეს თვისება ადამიანის, რომ ინფორმაციას ახასიათებს ინტენსივობა. ანუ ინფორმაცია არსებობს ინტენსიური და ნაკლები ინტენსიური რა და ინტენსიურს მაინც არ გულისხმობ რაოდენობრივობაში რა. ინტენსივობას გულისხმობ იცი როგორ რაღაცაში. თუ კი მაგალითად მე ვიღაცასთან კომუნიკაცია ნაკლები მაქვს, ხო? მე ის უფრო მგონია რომ არის ასე ვთქვათ მიუღებელი. რატომღაც ადამიანი არის მიდრეკილი იქითკენ რომ უფრო ცუდი წარმოიდგინოს, ვიდრე კარგი. თან ეგ ტიპაჟზე არ არის დამოკიდებული. ზოგადად კულტურას ახასიათებს ესეთი, რომ განსხვავებულ კულტურას უფრო ცუდს მიაწერს, ვიდრე მაგალითად დადებითს, რა. თუ მასზე ინფორმაცია ნაკლებია. და როდესაც მე ვსაუბრობ ანუ ინტენსიურ ინფორმაციაზე, ანუ ინტენსიურს რას გულისხმობ, იცი რომ როდესაც მე გავარკვევ მაგალითად იმას, რომ სიტყვაზე ჩინელსაც ისევე უყვარს თავისი შვილი, როგორც მაგალითად ქართველს, ან თქვათ, რა ვიცი, ინდოელსაც ისევე უყვარს თავისი ცოლი, როგორც მაგალითად ინგლისელს, ხო? და კიდევ სხვადასხვა ანუ ასპექტებში რომ დაემთხვევა ეს ასე ვთქვათ ფასეულობები, ხო? მერე ეს იქცევა, აი ამას ვიძახი ინტენსიური ეს არის. მერე ეს ბადებს იმ მდგომარეობას, რომ მის მიმართ უკვე შიში აღარ არის. რადგან შიში აღარ არის, აი სხვადასხვა ხალხებს შორის და კულტურებს შორის, ეს ინფორმაცია მე თაობას ცვლის. აი მაგალითად ჩვენ ახლა ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც დღეს უკვე ფაქტობრივად თუ კი რომელიმე ესეთი დიდი ენის მცოდნე ხარ, ანუ
რაზეც რამოდენიმე ათეულობით, ასეულობით მილიონი ადამიანი საუბრობს, ფაქტობრივად შეგიძლია ნებისმიერ დედამიწის ნებისმიერ ქალაქში წახვიდე და იცხოვრო. რაც რეალურად მაგალითად 500 და 700 წლის წინ კი არა, აი 150 წლის წინ ეს შეუძლებელია. უბრალოდ ვერ იზავდია. ისე საინტერესო რა არის, იცი? ამან ხო ის გამოიწვია, რომ მაგალითად ადრე, როდესაც ომები იყო, ჩამოყალიბებული ხედვა ქონდა ერთ მხარეს, რომ ისინი არიან რაღაცა უკიდურესი ბოროტების მხარე და თვითონ უკიდურესი სიკეთის მხარე. აი დღეს ეს მე მგონი საკმაოდ ქრებაც და იქიდან გამომდინარე, რომ აი მაგალითად სოციალურ ქსელში გაქვს კომუნიკაცია უცხოელებთან. მაგალითად ინტერნეტ თამაშები, რომელშიც უცხოელები სხვადასხვა ხალხი თამაშობს. მოგე საუბრობ კიდეც რა. შენ შეიძლება პირდაპირ რამდენიმე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლად ერთად თამაშობდე რაღაც კონტროლ თამაშს, იქვე ესაუბრებოდე და ის დაახლოებით წარმოგიდგენია უკვე როგორც შენ რასაც წარმოადგენ, ისიც თითქოს ეგეთია. და უკვე ძნელია წარმოიდგინო, რომ აი რაღაცა უკიდურესად საშინელება არის ვიღაცა სხვა ერის წარმომადგენელი. და ამის გამო ახლა შენ გავარდე და ისინი ხოცო. მე მგონი ეს შუღლი ამ ახალ თაობებს ნაკლები აქვს. მიმღებლობა აქვს ძალიან დიდი მაგის გამო, იმიტომ რომ ყველასთან დაიწყეს ურთიერთობა და თან ამავე დროს არც ისე აღიქოს, რომ ვინმე ამაზე აღმატებულია. მაგალითად, მე მგონი ჩვენს წინა თაობა ბავშვობაში და უფრო კიდე ადრე უფრო ეგრე იყო. ხო, ჩვენს წინა თაობას მე მგონი განსაკუთრებით ჰქონდა ისეთ პერიოდი გამოიარეს, რომ წარმოედგინათ თითქოს გარკვეული კულტურის, დასავლური კულტურის ადამიანები რაღაცა სხვა საფეხურზე იყვნენ. თითქოს განვითარების და რაღაც ისე სხვანაირად უყურებდნენ, ვიდრე მაგალითად ჩემი შვილების თაობა საერთოდ მაგრამ ჩვენი პაპების თაობა ეგრე არის. აი ეგეც სათქმელი. ჩვენი მშობლების თაობა იყო ეგეთი. ჩვენი მშობლების თაობაა ეგეთი. ჩვენი შვილების თაობა უფრო გათანაბრებულია. ჩვენი თაობაც ზოგი იქით არის, ზოგი აქეთ და ჩვენი მშობლების თაობა მკვეთრად ეგეთი. რო აი განსხვავებას, ანუ რაღაცა უპირატესობას აძლევს რაღაც კულტურას ძალიან ამინუსებს და ჩვენი პაპების ბაბუების თაობა არ იყო ეგეც აღსანიშნავია. ანუ უფრო მეტად თავდაჯერებულები იყვნენ, ვიდრე მაგალითად ჩვენი მშობლების თაობა. ამას ახლა ობიექტური მიზეზები აქვს, იმიტომ რომ ფაქტობრივად ჩვენი მშობლების თაობა საბჭოთა კავშირის კრახთან ერთად ამათმაც განიცადეს კრახი, იმიტომ რომ ის რომ ყველაზე ცუდი პერიოდი თუ შეიძლება დავარქვათ საბჭოთა კავშირის იმ გაგებით, რომ მაშინ ქონდათ აი კონკრეტულად მდგომარეობაში ჩვენი პაპების თაობა აშენებდა რაღაცას, რომელიც შედეგით ჯერ არ იცოდნენ და პირიქით იმედი ქონდათ, რომ აი რაღაცას ისეც ააშენებდნენ. მერე ჩვენი მშობლების თაობა უკვე ის თაობაა, რომ გაიყვა, რომ ძალიან ცუდი რაღაც ავაშენეთ, რა. ისეთ ცუდი რაღაც ავაშენეთ, რომ ეხლა მოდი ეს დავანგრიოთ. და ამიტომ ლოგიკურია, რომ რაღაც ეგეთი გაუჩნდათ, რა, დამოკიდებულება და ეხლა ჩვენი შვილების თაობა უკვე ისეთია, რომ დაალეწილი, მონგრეულია ყველაფერი და უკვე რა თქმა უნდა, მაგათ ეგეთი შეგრძნება აღარ ექნებათ, რომ აი და თან ამავე დროს საზღვრები სრულიად გაიხსნა. ხო, დაფარული აღარაფერი აღარ აქვს. ხო, ანუ ცნობიერება აღარ აქვს იმ მიმართულებით, რომ სადმე ეს რამე სხვა არის. და გაიხსნა ყველაფერი. კი, ბევრი რამე გაიხსნა და მათ შორის აი სპორტიც, რაღაც ისეთი ეს ხელს უწყობს ამ მიდგომას, რომ უკვე ქართველები სადღაც ჩემპიონები არიან, სადღაც ძალიან
მაღალ პოზიციებზე არის. იცი რა არის, მე მაინც მგონია, რომ ამას პლუსებიც აქვს და მინუსებიც აქვს. ეს მე მგონი ეგეთი პროცესი არ არის. ზოგადად ეს ჩვენ ახლა გლობალიზაციაზე ვსაუბრობთ. გლობალიზაციას, რა თქმა უნდა, პლუსები აქვს, მაგრამ მინუსებიც. თან ისეთი გვისაუბრია თემაზე. თან ისეთი პატარა კულტურისთვის, როგორც მაგალითად ქართული კულტურა, ეს არ არის ცალსახად ერთი მხრივი, ანუ ერთი ის არ აქვს რა. მხარე ამას, ბევრი მხარე აქვს და რაღაცა თვალსაზრისით გასაფრთხილებელი არის. და ზუსტად ის არის და სხვა შორის გასაფრთხილებელთან ერთად ასევე უნდა ითქვას, რომ ზოგადად რაღაცები გადასახედი. აი, იცი რა არის გადასახედი? შემდეგ თაობების გამოწვევა არის ეგ. მე მგონი ეხლანდელის უფრო არის ჩემი აზრით, იმიტომ რომ შემდეგ ეხლა თუ ეგ არ გადაიხედა, შემდეგი თაობა მე ეჭვება, რომ შემდეგმა თაობამ უკვე ეგ შეძლოს და რატო ამას ვიტყვი რა, იმიტომ რომ როგორი რაღაცა, იცი, აი კლასიფიკაციას რო გავუკეთოთ, ხო? ჩვენ ვართ აი იმ დიდი გლობალური ყევების შემდეგ, როდესაც აი ასე ვთქვათ, ზოგადად სოციალური სისტემები დაინგრა და სოციალური სისტემები შეიცვალა, გადავედით ასე ვთქვათ, თანამედროვე, როდესაც გაერთმნიშვნელიან და საზოგადოებრივი ჯგუფები, საფრანგეთის რევოლუციის სიო ჩვენამდე რომ მოვიდა, სოციალისტური იმითი, რა ქვია, სოუსით და როდესაც ადამიანის უფლებები გახდა ყველა თანამარუფლებიანი რო გახდა, აი მაგის მერე ეგ რა მოტივითაც დაიწყო ეგ ყველაფერი. ეგ ხო იმის მოტივით დაიწყო ჩვენთან, რომ კომუნიზმი უნდა აშენებული. და ეს ხო გაირკვა რომ შეცდომაა და გაირკვა რომ კრახია და შეუძლებელია. და ეხლა ჩვენ ისეთ სიტუაციაში ვართ, რომ ანუ მაგ იმან, რა ქვია, მოცემულობამ შედეგი ვერ მოიტანა და ცოტა გაურკვეველი მდგომარეობა დადგა რა. და ეხლა სასწრაფოდ არის, თუ შეიძლება ასე ითქვას, სასწრაფოდ არის იმ მიზეზების, ასე ვთქვათ, აკუმულირება და გარკვევა კარგად თუ რატომ უნდა ვიყოთ ესე როგორც ეხლა ვართ რა. ეხლა ხო რაღაცნაირი სოციალური სისტემა გვაქვს მოწყობის. ხო და აი რატომ ვართ ესე? ადრე ვიღაც გეტყოდა იმიტომ რომ საბჭოთა კავშირს ვაშენებთ. ხო და ეხლა რა არის რა? რა საფუძველი აქვს ამას და ფაქტია რომ უკან გზა აღარ არსებობს. ანუ ეს უნდა რაღაცნაირად ეს სოციუმი უნდა შევინარჩუნოთ ესეთი ტიპის რაღაცა და რაღაცნაირად უნდა გამართლდეს, რომ სრულ უაზრობაში არ აღმოჩნდეთ რა და როგორ უნდა გამართლდეს? უნდა გამართლდეს რაღაცა კულტურული ღირებულებით რა. რაღაცა კულტურული ღირებულებით უნდა გამართლდეს. თუ არა და რა მოხდება, იცი? რაც ხდება ფაქტობრივად რა, რომ ადამიანი ვეღარ ხვდება მაგალითად თუ უფრო კარგად ცხოვრობს სიტუაციაზე იმაში, რა ქვია, პარიზში ან ნიუ-იორკში, რატო არ უნდა იცხოვროს პარიზში და ნიუ-იორკში და რატო უნდა იცხოვროს მაგალითად ბოლნისში. არ იცის ეს რა. აი მე ვერ გააგებინებ. აი ამ გადმოსახედიდან თუ არ რაღაცა თუ არ დაემატა ამას და უნდა დაემატოს აუცილებლად. ვერ გააგებინებ რა. ეს მარტო მაგალითად ის ფრაზა რომ ის შენი მიწა-წყალია და უნდა მიხედო, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის. ხო ფაქტია რომ ანუ მიდის ვიღაც, რა თქმა უნდა, რაღაც ნაწილი რჩება, მაგრამ დიდი ნაწილი მიდის მაგიდან და ამაზე რაღაცნაირი პასუხი არის გასცემი რა. ეხლა რა თქმა უნდა ეს ფორმატი ამის იმას არ იძლევა, მაგრამ პატარა იმას გავაკეთებ რა, აი მინიშნებას თუ შეიძლება ასე ითქვას, რომ აი რა ფორმით შეიძლება, მე რა ფორმით წარმომიდგენია, რომ აი ეს უნდა გაკეთდეს რა. და ეს არის ნება მაგალითად იმისა, რომ შენ ხო რაღაცნაირი ხარ და კონკრეტულად აი საკუთარ თავს არ ქმნევ ქართველს, ხო? ქართული კულტურის წარმომადგენელს და აი ეგ არის ზუსტად ის ძალა, მაგან უნდა მოხსე ძალა, რომ მე ესეთი ვარ და აი ესე მინდა ჩემი გარემო მოვაწყო. აი ამაში უნდა დაინახო ფასეულობა რა. და არა მაგალითად მარტო იმაში, რომ სიტუაციაზე რა ვიცი რაღაცა კარგი ცხოვრება მინდა რა. კარგი ცხოვრება უნდა ასე ვთქვათ აი ამაში უნდა იქნას დანახული, რომ კარგი ცხოვრება ზუსტად ის არის, მე როგორც მინდა ისე რო ცხოვრობ რა და არა მაგალითად ისე როგორც სიტუაციაზე არ ვიცი რაღაც ბერძენი მეუბნება, ან თურქი მეუბნება, ან რუსი ან ინგლისელი ან
ხო და აი ჩვენ თემას უბრალოდ ეხება იმ თვალსაზრისით, რომ თაობას აქვს გარკვეული პასუხისმგებლობა. და გრძნობს კიდევაც ამ პასუხისმგებლობას. ეს პასუხისმგებლობა აქვს მომავალი თაობების მიმართ. კი, ძალიან საინტერესო ნაწილია, კი. ხო, და აქედან გამომდინარე, ანუ როდესაც გარკვეული თაობა მოდის იმ მდგომარეობაში, რომ ახლა მასზე არის ეს ქვეყანა. მაშინ დგება ზუსტად ყველაზე ძაფრად. კი ბატონო. და მე მგონი აი ახლა არის ზუსტად ჩვენი თაობის პერიოდი, ფაქტობრივად დაიწყო, დაწყებულია და რაღაც პერიოდი უფრო გამძაფრდება. კი. და აქედან გამომდინარე, ახლა ეს საკითხი რო წამოჭერი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, მე მგონი ცალკე გადაცემაც შეიძლება ამ თემას დაუთმოთ. კი ბატონო, იმიტომ რომ ბევრია სასაუბრო ამაზე. და ამ გადაცემაში უბრალოდ იმას უნდა გაუსვათ ხაზი, რომ ამ პასუხისმგებლობის გააზრება და უფრო შეგრძნება მაქსიმალურად უნდა მოახერხოს ჩვენმა თაობამ. კი ბატონო, კი. და ახალგაზრდა თაობებმა კიდე რაღაცები სწორად შეხედონ და ისწავლონ, იმიტომ რაღაცა დრო დადგება და მათზე გადავა ეს პასუხისმგებლობა. და ჩვენ რაღაცას რო დავიწყებთ პირობითად და შევეცდებით, იმათ სწორად და ადეკვატურად გაიგონეს და შეძლონ აუბან ფეხი. და მე რაღაც ისეთი გაუგებრობა რო არ მოხდეს, იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ რაღაცას ვცდილობთ და მე ამათ პირიქით ბრძოლა დაუწყონ ჩვენ შვილების თაობამ. ამას ეგეც მნიშვნელოვანია, აი კომუნიკაციის მაქსიმალურად გაღრმავება და წეგან რო საუბრობდი, შენ შეთაშორის ეგ თაობებსაც ისევე ეხება, როგორც სხვადასხვა ეროვნებებს. თაობებს შორისაც, როდესაც სწორი და კარგი კომუნიკაცია აღიქვამენ, არა უცხოთ, რომ ის ვიღაცა სხვა ეპოქისა დინოზავრების პერიოდის ადამიანია, ეგრე კი არ აღიქვამენ, რომ კი ის უფროსია, მაგრამ იმანაც გამოიარა მნიშვნელოვანი ეტაპები. და ამ შემთხვევაში ეს მემკვიდრეობითობა თუ შენარჩუნდა სწორი პოზიციების და იდეების გატარების ცხოვრებაში, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ იმ სოციუმის საქმე კარგად წავა. და აი მაგას უნდა ვეცადოთ, უბრალოდ ჩვენი კი არ ვაბრახუნოთ მომავალ თაობებთან სწორი კომუნიკაცია, სწორი ურთიერთობა და ჩვენება იმ პოზიციების, აი რაც აღარ ნახსენე მაგალითისთვის და კიდე ბევრი სხვა რაღაცა, რომ არ მოხდეს მერე არაადეკვატური დაპირისპირება შვილების თაობის, მამების თაობასთან. კი ბატონო, ისე ჩვენ უსველად რო ითქოს, ჩვენ გვაქვს მაგის საშუალება. კი. ეს ახლა ისეთი ამბავია, რომ სიამოვნოა ამის დაფიქსირება, მაგრამ მაგის საშუალება გვაქვს. თუ ასე ვთქვათ, გონივრულად არ მოვიქეცით, შესაძლებელი არის, რომ რაღაცა მსგავსი მოხდეს, იმიტომ რომ იცი რა არის, აი მე საკმაოდ ინტენსიური ურთიერთობა მაქვს, აი დაბალ ასაკის ხალხთან რა. გამომდინარე იქიდან რომ რაღაც ვასწავლი და ესეთი კომუნიკაცია მაქვს, ანუ მე ძალიან ბევრ კარგ თვისებას ვხედავ მათში, რაც მაგალითად აი შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ ჩვენ თაობაში არ იყო, თქვათ, ან ნაკლებად იყო. მათ ეგ აქვთ ესეთი რაღაცები, რომ მათთან არის, მაგრამ ზოგადად შეინიშნება
ასეთი რაღაც, რომ ეს ზოგადად ჩვენი პრობლემა არ არის, მარტო ზოგადად ცივილიზაციური პრობლემაა, მე მგონი, თანამედროვე ცივილიზაციური პრობლემაა, რომ ძალიან მათემატიკური ხდება სამყარო. ანუ ასე ვთქვათ, აი ადრე ხო იყო მე-20 საუკუნეში რაციონალიზმი წამოვიდა და აი მოდერნულმა გააჩნია რაციონალიზმი რა, ის საბჭოთა კავშირიც ეგეთი მაგის შედეგი იყო და კიდე ბევრი მოვლენა რა, პოლიტიკური მოვლენა და მე თითქოს რაღაცნაირად ეს სხვა რაღაცაში გადაიზარდა რა და ეხლა ვართ ალბათ უფრო მეტად აი თუ შეიძლება ასე ითქვას, აი სუპერრაციონალური ის არის რა, თქვია ეპოქა, იმიტომ რა თვალსაზრისით ხა ესა კარგი იმით არ ვიძახი ამას რა. ეს შეიძლება კარგი კუთხითაც დავინახოთ და შეიძლება ცუდი კუთხითაც დავინახოთ და მე უფრო რაღაც საშიშ რაღაცებს ხედავ. საფრთხეებს ხედავ აი როგორი თვალსაზრისით, იცი? აი მაგალითად ადამიანი ყოველთვის ასეთი არსება იყო, რომ კულტურა ასეთი ქონდა, რომ აი რაღაცას ვხვდებით, მაგრამ რაღაცას ვერ ვხვდებით. და რაღაცას რო ვერ ხვდები, მაგის რეფლექსია გაქვს. აი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცაა რა. კულტურა ფაქტობრივად აი ასე ვთქვათ, ხელოვნება, მოდი აი კონკრეტულად კულტურა და აი უფრო კონკრეტულად ხელოვნება, ამის რეფლექსია ზუსტად, რომ რაღაცა ისეთი არსებობს შენს გარშემო რა, რომელსაც თლად კარგად ვერ აღიქვავ რა. და მაგის შეგრძნება გაქვს, რომ ვერ აღიქვავ. და დღეს რა ხდება? დღეს ხდება ეგეთი რაღაც, რომ ეგ შეგრძნება ქრება ხალხში, ადამიანებში. და ფაქტობრივად დადის მხოლოდ იქამდე, რომ აი რაღაცა წყალი მინდა, წყალს დავვლევ. რაღაცა იქ წასვლა მინდა, წავალ, აქ წამოსვლა მინდა, წამოვალ. ეს რა არის? ეს რაღაცა ეს კარგად ვერ ვიგებ ეს რა არის, აი რაღაცაზე რა. აი მაგალითად ფილმებიც ეგეთი გახდა, ლიტერატურაც ეგეთი გახდა. ლიტერატურა ფაქტობრივად აღარ არსებობს რა. სერიოზული ხელოვნება. ფილმი მაინც გასართობია და კიდე რაღაცნაირად ფუნქციონირებს, მაგრამ ის ნაწილი ხელოვნებაში, რომელიც პასუხისმგებელი იყო, რეფლექსია მოეხდინა შეუცნობელი სამყაროს მიმართ, აი იქიდან რაღაცები, ასე ვთქვათ, დაენახა, ხო? აი ეგ არის ფაქტობრივად იკარგება რა. შეიძლება ითქვას, რომ ნუ დაიკარგა, არ ვიცი მე, ამაზე მეტი რანაირად არის წარმოდგენილი. უბრალოდ ჯერ კიდევ ის ხალხი, ვინც ცოტა ასე ვთქვათ, ნაკლებად არის აი ამ ტექნოლოგიურ რბოლაში ჩართული. ის ხალხი ახერხებს რაღაც სპეციფიკების და დისციპლინების, ასე ვთქვათ, იმას რა, შენარჩუნებას. თორე ეს ხალხი ხო წავა ეხლა რა და მე აი რა მოხდება? შეიძლება შევხედოთ, რომ ძალიან მატერიალისტური. ძალიან მატერიალი და კიდევ უფრო მეტად გახდება. როგორც ჩანს, კიდევ უფრო მეტად გახდება. და აი იმასაც დავამატებ, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარება ამას ძალიან შეუწყობს ხელს. ფაქტობრივად ხო შეუწყო ხელი უკვე ადამიანები იმას ეკითხებიან, რა ქვია. რაფერი უფრო რაღაც რას ნიშნავს, აი მაგალითად ყვითელი ფერი ჩაიცვას, ყვითელი მაისური ჩაიცვას თუ ლურჯი, უკვე მაგასაც ეკითხება. და თან ამ ყველაფერს რაღაც ცდილობენ, რომ იმან დაუთვალოს, ანუ რეალურად შეიძლება თქვი მათემატიკური გახდაო. ანუ ეს მათემატიკური ცოტა შეიძლება გაუგებრად ჟღერდეს. ანუ ფაქტობრივად ცდილობენ ისეთი რაღაცები გამოთვალონ, რაც არ არის ესე დათვლადი მარტო დათვლადი არ არის და როდესაც მარტო დათვლით ცდილობ, მანდ უკვე კარგავ სწორედ იმ სულიერ შემოქმედებით ნაწილს. კი, ფაქტია, რომ იქ არის. ამ ახალი თაობისთვის არის განსაკუთრებით საყურადღებო ეგ. იმიტომ რომ წინა თაობას რაღაცა სხვა გამოცდილებები ჰქონდა და ახალი თაობები უკვე ფაქტობრივად იმ გარემოში დაიბადნენ, სადაც სხვანაირი ხედვები ფაქტობრივად არც არის. კი ბატონო, აღარც არის. აღარც არის, იმდენად დომინირებს ეს
ცნობიერება გამეფებულია ფაქტობრივად თელ ხო, აბსოლუტურად დედამიწაზე. იცი კიდე ისი შენიშნა შეიძლება, აი შესამჩნევი რა არის, იცი კიდე? აი რაც მაგალითად ჩვენ თაობაში ეგეთი რაღაცა არ არსებობს რა. აი მაგალითად ჩვენ თაობას შეეძლო ეკამათა ძალიან დიდხანს რომელი ვეშაპი უფრო დიდია. ლურჯი თუ, აიცი, კაშალოდი თუ რაღაც რომელიღაც რა. და რატო იცი? იმიტომ რომ არ იყო მარტივი ამის ისა დასერჩვა რა. წიგნი იდო სახლში სადღაც ზევით, იქ უნდა გადმოგეღო, თან ყველას არ ქონდა ეს ენციკლოპედია, ხო? ხო. და ამაზე შეიძლება და ვიღაცა კაცი იყო, რომელმაც კარგად იცოდა, თან შეთანხმებულები ვიყავით, რომ ის კაცი ამის ცოდნია და რა. ეხლა ხო ეგეთი რაღაცა ფაქტობრივად გამორიცხულია, ხო? რა ვიცი, ვიღაცა ამოიღებს და ასერჩევს, გეტყვის რა, აგერ კაც ლურჯი ვეშაპია ყველაზე დიდი. ხო და ეს შეიძლება ვიღაცამ არ აღიქვას პრობლემად. ეს აბსოლუტურად ცვლის ცნობიერება. ხო, სინამდვილეში ეს რო ცნობიერება ცვლის, ეგ არის ზუსტად აღსანიშნავი და რა გაგებით ცვლის, აი მაგასაც აქვს მნიშვნელობა. რა თქმა უნდა. ანუ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება შეცდომა დაგეშვა, შემოქმედებითობას ჰქონდა ცნობიერებაში ადგილი. ზუსტად. ანუ ძიების პროცესი იყო. კი. და აზროვნების სხვანაირი ფორმა იყო. და ამიტომ ამის დაკარგვა, სხვა რაღაცების დაკარგვასაც იწევს. აბსოლუტურად. იმიტომ რომ როგორი რაღაცაა, იცი, აი ანუ ადამიანი ხო ისეთი არსებაა, რომ ცალკე სამყაროა. ცალკე სამყაროა თავისი ყველაფრით რა. და უზარმაზარი გენერაციის და უბრალოდ გენერირების ის აქვს შესაძლებლობა ხო twin. და აი ამ დროს ეს ყველაფერი საჩურის ეგეთი რაღაც არსებობს, აი დაბალ დაწყებით კლასებში ესეთი ხედვა არსებობს, რომ აი რომელი ბავშვიც იტყუება და ყველა ბავშვი იტყუება, ხო, აი განსაკუთრებით აი სადაც პირველი, მეორე, მესამე კლასში რა. თან ისეთ რაღაცებს იტყუება, რაც აი ეგრევე გასაგებია, რომ მოიტყუა რა. მაგალითად შეიძლება მოსახში მოვიდეს და მოგიყვეს როგორ გააკეთა სალტო. რაღაც რა, ან თქო როგორ აწია უზარმაზარი ქვა. ხო და არსებობს ეგეთი მიდგომა და მე ვეთანხმებ მაგ მიდგომას, რომ რომელი ბავშვიც მაგას აქში ეგრე იტყუება, ის ბავშვი გონიერია. აი ვიღაცა ბავშვი, რომელიც მაგ ტყუილისკენ მიდრეკილი არ არის, ეგეთი ტიპის ტყუილისკენ. ანუ ტყუილის ფანტაზია. ფანტაზია, ხო, ეგ ტყუილი არ არის. ანუ ეგ არ არის დამაზიანებელი, თქო ტყუილი, ეგ არის ფანტაზია რა. ფანტაზიორობს რა. და როდესაც რაღაცა ტექნოლოგიური ნაწილი ამას აქრობს ამის შესაძლებლობას, ხო? ეს რა თქმა უნდა ძალიან შეცვლის ადამიანის, ასე ვთქვათ, ფსიქიკას და აი მე მგონია ამ თვალსაზრისით ჩვენც იმ, ასე ვთქვათ, იმ ეპოქის შვილები ვართ, რომლებიც მოვესწრებით და მოვესწარით უკვე ფაქტობრივად ახალ თაობას, რომელიც ჩვენგან იქნება ძალიან განსხვავებული. იმიტომ რომ ჩვენ ეგრე არ აგვაქვს, ჩვენ ისეთ იმაში ვართ, რა ქვია, ჩამოყალიბებული ეპოქაში, რომ არ იყო ეგრე, ხო? თაობათა შორის განსხვავება იზრდება პროპორციულად სამყაროს ცვლილებებთან ერთად. კი, აუცილებლად. ოღონდ ისიც აღსანიშნავია, რომ კიდევ ანუ ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, ანუ ტექნოლოგიურ სიახლეებთან ერთად არსებობს კულტურული შეჯამებები. და ეგ მაგანაც ძალიან დიდი ის გაიარა, იწეღან ნაწილობრივ ამის ვახსენეთ კიდეც რა. ანუ კულტურულმა შეჯერებამ, რომ შეჯერდა კულტურები, მაგ ეპოქაში ძალიან დიდი სხვაობები იყო, აი იმ თაობასა და იმ თაობას შორის, რომელიც ანუ მარტო მონოკულტურის ნაწილი იყო, მარტო აი რაღაც ერთ სოფელში, ანუ წარმოიდგინე რა, ხალხი ერთ სოფელში იბადებოდა და კვდებოდა. მეორე სოფელში რა ნანახი არ ქონდა. ანუ ადამიანმა ესეთი ეპოქაც იცხოვრა რა, ძალიან დიდხანს და აი დღეს უკვე როგორია, ხო? აბსოლუტურად ერთი ტელეფონში მთელი სამყაროა რა, ის ხილული თუ რა ქვია იმას. მოგზაურობაც კი ძალიან მოგზაურობაც გამარტივდა, შეიძლება ძალიან მონდომება არც არის საჭირო, უბრალოდ აი ოდნავ გადადო თავი, მთლიან დედამიწას მოივლი რა. არაფერი პრობლემა ეგ აღარ არის დღეს ისეთი. ხო და მაშინაც ხო ძალიან განსხვავებული იქნებოდა ამ ადამიანების
ასე ვთქვათ, ცნობიერება და დაახლოებით შეიძლება მეტიც რა, ეხლა ამაზე ასეთ ვარაუდი რთულია, რომ გამოთქვათ ვარაუდი, რომელი უფრო განსხვავებული იქნება, მკვეთრად განსხვავებული იქნება ერთმანეთისგან მაშინდელი თაობები თუ ეხლანდელი, მაგრამ ეხლანდელი განსხვავებაც ძალიან თვალისაცემი იქნება. კი. მგონი და შევაჯამოთ ხა უკვე კი ბატონო ეს თემა და ყველაზე აი მნიშვნელოვანი რა არის სათქმელი ამ შემთხვევაში. ამ ბევრი რაც მიმართულება კი წამოვჭერით, მაგრამ მე მგონი ყველაზე მნიშვნელოვანი არის თაობათა შორის სწორი კომუნიკაციის არსებობა. რადგან ერთი თაობით არ მთავრდება ევოლუცია და თაობათა შორის სწორი კომუნიკაცია შეუწყობს ხელს სწორ ევოლუციას. კი ბატონო შეიძლება ისიც ითქვას. იმის აღქმა, რომ ეს რაღაცა პროცესია, რომელიც ყველას ერთად აქვს გასავლელი და ერთმანეთის კარგად დანახვა, ძალიან შეუწყობს ხელს ყველას ცხოვრების გაუმჯობესებას და ყველას წინსვლას იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რაც გინდა არ გინდა ვითარდება. ანუ რაღაცა მაინც გასავლელია. ტექნოლოგიური პროგრესი შეუჩერებელია და ამას არ უნდა ვებრძოლოთ. უბრალოდ სწორად უნდა დავინახოთ ის საფრთხეები, რომელიც გარკვეულ სიკეთეებთან ერთად მოდის. და თუ ჩვენი თაობა, რასაც დაინახავს, გაიაზრებს და რაღაცას მოიმოქმედებს, შემდეგი თაობა შეძლებს ამის გაგრძელებას სწორად და ამ შემთხვევაში ჩვენი პასუხისმგებლობა საკმაოდ დიდია, რომ აი თუნდაც ახლა რაზეც ვისაუბრეთ, ეს შემდეგ თაობებს დავანახოთ და გავაგებინოთ. იმიტომ რომ მათთვის ცოტა არ იყოს რთულია იმის აღქმა, როგორი იყო სამყარო, სანამ ამ ტიპის ტექნოლოგიური ცვლილებები გაჩნდებოდა. და თუ ამას მოვახერხებთ ჩვენ სწორად და ჩვენ პასუხისმგებლობას გავუმკლავდებით, ჩვენ რა პასუხისმგებლობაც გვაქვს იმას სწორად გავუმკლავდებით, მე მგონი გაცილებით ადვილი იქნება მათთვის ის პროცესი, როცა უკვე ჩვენ ასაკოვნები ვიქნები და მათზე იქნება ძირითადი სიმძიმე და ძირითადი პასუხისმგებლობა მათზე რო გადავა სამყაროს პროცესების მართვა. კი ბატონო. კი, იცი რა არის, მე დავამატებდი ფაქტობრივად სრულად, მაგრამ აი დავამატებდი როგორ რაღაცას, იცი? აი რაც ძალიან ისეთი მნიშვნელოვანია და საგრძნობია რა, ასე ვთქვათ, აი შეჯამებისთვის. ალბათ გამოდგება ის, რომ ის, ვინც მეორე მსოფლიო ომს მოესწრო, ძალიან ფრთხილი იყო, თუნდაც აი მასობრივი გამანადგურებელი ამ იარაღის, ატომური იარაღის ხსენებაც კი ძალიან ისეთი უნდა ითვლებოდა რა. ჩვენ ძალიან დაძაბულ იმას მოვესწარით, რა ქვია, ვიცით, რომ ძალიან დაძაბული სიტუაციები იყო მსოფლიოში, მაგრამ ძალიან ფრთხილები იყვნენ მაშინ ადამიანები რა და აი დღეს მაგალითად ეგ სიფრთხილეც თითქოს გაქრაო რაღაცნაირად და ისეთი გახდა, ლაბილური გახდა რა, არ ვიცი, რაღაცნაირად დაკარგა თითქოს იმ გამოცდილებამ, ძალა რა გამოცდილებაც ადამიანებს ჰქონდათ ცოტა ხნის. არ ვიცი, ხო, ძალიან ისეთი თემა, მნიშვნელოვანი თემაა და ნაწილობრივ მე მგონი რაც ისეთი ყველაზე
ხელშესახები იყო, მაგას შევეხეთ მე მგონი და ოღონ ჩვენი ხედვა გარკვეულწილად კი და რა თქმა უნდა ისიც აღვნიშნეთ რომ არის რაღაცა თემები აი შიგნით რა რომელიც შეიძლება სკოლიოთ ჩავიტანოთ და მე კიდე ცალკე მიუძღვნათ ეს ამას საუბარი და ცალკე შეიძლება რაღაც გადაცემაც გამოვიდეს აი კონკრეტულ შემთხვევებზე რა შემთხვევებიც ჩვენს ასე ვთქვათ სიტუაციაში არის უფრო მნიშვნელოვანი რა დღეისათვის მე მგონი საკმარისი იყო და მე მგონი საინტერესო გამოვიდა საუბარი ხო თუ ვინც უყურებს და დაინტერესდება გადაცემით ჩემთვის საინტერესო იქნება რომ მათი აზრიც რომ კომენტარი გააკეთონ კი ბატონო რა თქმა უნდა კომენტარის გაკეთება ყოველთვის საინტერესოა და განვიხილოთ მერე შესაბამისად კარგით ახლამდე ის კარგად ვზანდებოდეთ მადლობა ახლამდე